დღეს არის მესამე შაბათი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან დღეს არის 2 მაისის საეკლესიო კალენდრით დღეს არის 19 აპრილი 2026 წელი. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. და ვაგრძელებთ საუბარს პატრიარქზე. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. ასე მგონია რომ არასოდეს არ მომბეზდება ამ სიტყვების გამეორება. აი ასეთნაირი ტიტულის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პატრიარქი. ეს არის ჩვენი პატრიარქი, რომელიც უკვე არ არის პერსონიფიცირებული ერთ კონკრეტულ ადამიანთან. ეს არის ეპოქა, ეს არის სამყარო, ეს არის ჩვენი აღსარებლობა, ეს არის აი რა ყველაფერი საფუძველი ფაქტიურად ჩვენი არსებობის. ეს არის ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მე გავაგრძელებ საუბარს და ჩვენ ფაქტიურად მივოდექით უკვე 9 აპრილის ამბებს. ოღონდ იმისათვის რომ მე გავაგრძელო, მე უნდა მაინც შევავსო ჩემი საუბარი. ძირითადად ეს შევსება ეხება პედაგოგებს, სასულიერო აკადემიის პედაგოგები, ყველა არ დამისახელებია. მე მაშინ გითხარით რომ გამახსენდება კიდევ და თანდათანობით მოგვიყვებით, ეს ალბათ კიდევ იქნება, მაგრამ მე მინდა დღეს 2 ახალი პედაგოგი, ახალი რომელზეც არ მისაუბრია და ვიზეც მისაუბრია, იმათ შესახებაც გითხრათ. ოღონდ ცოტა შორიდან უნდა დავიწყო ეს ამბავი. მე უნდა ისე პატრიარქის შესახებ მოგიყვეთ, მე ვცდილობ რომ მოგიყვეთ ის რისი მხილველიც მე ვარ, აი თვითმხილველი, უშუალოდ რა სადაც შევხები ვარ პატრიარქს, მაგრამ ეხლა უნდა მოგიყვეთ ცოტა უფრო ადრინდელი ამბები, რომელიც მერე შეიძლება ითქვას რომ წინ დამხვდა რამდენჯერმე ცხოვრებაში, რამდენჯერმე მქონდა შეხება და თვითონ პატრიარქთან მქონია ამ თემაზე საუბარი. ეხლა მოგიყვებით რას გულისხმობ. პირველის ყოვლისა ეს არის რაღაცა საოცარი ესეთი ასეთი იდეები, რასაც ახლა გეტყვით, მე მგონია რომ მე არ გამიგია, რომ ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, პატრიარქის გარდა, ჩვენი პატრიარქის გარდა, ვის შეიძლებოდა მოსულოდა მაგალითად 1985 წლის კალენდარში არის გამოქვეყნებული 2 თხოვნა, 2 წერილი, 2 ეპისტოლე, რომელიც პატრიარქმა მისწერა წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზს. წერილი დაუწერა, ამ წერილის ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ. მთავარი აზრი ის არის, რომ წმინდა გიორგის თხოვა, რომ იყოს საქართველოს, აი ამ ქვეყნის მფარველი და წმინდა ნიკოლოზს თხოვა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველი, ანუ მე ხშირად იმეორებდა ხოლმე თვითონ უპირველესი კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი ეკლესიის. და აი მათ ჩააბარა ფაქტიურად ჩვენი ქვეყანა უწმინდესმა როდის, აი ჯერ კიდე ხო გეუბნით, ეს არის 84-85 წელი, როცა ეს წერილები დაიწერა. თვითონ ორიგინალი, აი ეს ნაწერი, ხელით ნაწერი, ეს არის პერგამენტზე, უბრალოდ არ ვიცი ხარის არის თუ ხბოსტყავია, დიდი ზომის არის, აი ადამიანის ნახევარზე მეტი ზომით. აი ხა მე რო ხელში დავიჭირო, ჩემი სხეულის ზომა რო წარმოიდგინოთ და ეს არის ინახება დღეს სიონის საკურთხეველში, კანკელის უკანა მხარეს, ანუ საკურთხეველში შედიხარ, კანკელზე არის ეს 2 თხოვნა შემკული მინიატურებით და პატრიარქის ხელით არის თავიდან ბოლომდე დაწერილი. მისი ხელწერა სრულებით გამოირჩევა, განსხვავდება ყველა სხვა მსგავსი ხელწერა არ მინახავს, ასე რომ მისი ლამაზი, ესე იგი ლამაზი ნაწერია ძალიან, მისი ხელით არის დაწერილი და აი ამ პატრიარქის თოვნაზე მინდა ერთი ამე მოგიყვეთ. უბრალოდ მე ხარ
ფაქტიურად გიყვებით პატრიარქზე ყველაფერს, ოღონდ პატრიარქზე გიყვებით მისი საქმეების მიხედვით და რაც შეეხება წმინდა გიორგიზე ვერ გეტყვით, მაგრამ აი წმინდა ნიკოლოზზე რაც შეეხება, საოცარი ამბავი აი რო გითხარით, მე დამხვდა ესე იგი ეს ყველაფერი წინ, საოცარი ამბავი შევიტყვე, ესე იგი საიდან გაუჩნდა ეს აზრი ჩვენს პატრიარქს. ესე იგი ეს იყო 2001 წელი თუ არ ვცდები, როდესაც პირველად ვიმოგზაურე ამერიკაში მამა სერაფიმე როუზი, დელმონაზონი სერაფიმე როუზის მონასტერში პლატინა ქვია, ადგილს კალიფორნიაშია ესა და იქ ვიყავი და გავიცანი მანამდე ვიცნობდი მამა დღევანდელ მეუფე გერასიმეს პორტ-ორსის ეპისკოპოსს ვიცნობდი ეს დღეს არის და მაშინ კი იღუმენი იყო, იღუმენი გერასიმე ვიცნობდი და მასთან ჩავედი სტუმრად, მინდოდა მომენახულებინა და მომელოცა სერაფიმე როუზის მონასტერი, სადაც იგი მოღვაწეობდა და ამის შემდეგ, როდესაც დავბრუნდი ვაშინგტონში, მე სტუმრად ვიყავი საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის წარმომადგენელთან, ეს არის მამა ვიქტორ პოტაპოვი და მისი მეუღლე მარიამი და მათ წამიყვანეს ჯორდანვილში. ჯორდანვილი ეს არის საზღვარგარეთის რუსული ეკლესიის ცენტრი. ეს არის დღეს სოფელი, რომ ეს არის მიწა იყიდეს და მონასტერი გააკეთეს თავის დროზე და მორწმუნე ადამიანები მრევლი დასახლდა ამ მონასტრის გარშემო. და მათ შორის იყო სერაფიმე როუზის სულიერი შვილები, ესე იგი დედა და ორი და. დედა საკმაოდ ასაკოვანი იყო, სამწუხაროდ ახლა ვერ გეუბნებით ზუსტად მის სახელს. თუმცა დებთანაც ჰქონდა მერე ურთიერთობა. დედა ახლა გარდაცვლილია და ამ ქალბატონმა მომიყვა რაღაც საოცარი ამბავი. ესე იგი, მან მითხრა, რომ ის აი ამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მეგობრობდა უწმინდეს ეფრემთან. ეფრემ მეორე კათოლიკოს პატრიარქთან, ჰქონდა მას ურთიერთობა, ხდებოდა ხოლმე, ჩამოდიოდა როგორც ჩანს ის საქართველოში, იმიტომ რომ მე არ გამიგია, რომ ეფრემი ამერიკაში ყოფილი იყოს უწმინდესი ეფრემი და მოკლედ პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრები და მან მომიყვა ესეთი რაღაცა, რომ ერთხელ როდესაც ძალიან უჭირდა პატრიარქს რაღაც ესე იგი უჭირდა, მე მომიყოლია როგორ უჭირდა მაგალითად, როდესაც ხრუშჩოვის დევნის დროს ესე იგი უცხეს პატრიარქს რო ეკლესია, რა ვიცი, დაუსახელეს კიდევაც, რომ უნდა დაიკეტოს ეკლესია და რა 50 ეკლესია ამ საქართველოში და ერთ ეკლესიასაც რო დაკეტავთ, მე თავს მოვიყვა ეს წარმოიდგინეთ ეს მე მოყოლილი მაქვს ეს ახლა ამ საუბრებში. რაც სადამდე უნდა მიიღო ყანა პატრიარქი ესეთი რამე თქვას, ხო და ასეთი ფასად ამ ფასად გადაარჩინა ესე იგი ეკლესია დაკეტოს და ესე იგი უწმინდეს ეფრემს მოუყოლია ამ ქალბატონისთვის, რომ თუ არ ვცდები ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და აი მხატთან მისულა და უთქვამს, რომ შენ წმინდა ნიკოლოზისთვის მეუმართავს, რომ შენ ხარ უდიდესი წმინდანი და ხარ მთავარ ეპისკოპოსი და მე ვარ პატრიარქი. ამიტომ მე ვიყენებ ამ ჩემს ღვთისგან მოცემულ ძალაუფლებას და ბოცა კურთხევას გაძლევ შენ, რომ შენ იყო ჩვენი ეკლესიის მფარველი და დაიცვა ჩვენი ხალხი და ჩვენი ეკლესია. როგორ ჩანს ეს აზრი რაღაცნაირად რა თქმა უნდა პატრიარქმა ეს ყველაფერი იცოდა სავარაუდოდ და აი ეს აისახა ამაში, რომ პატრიარქმა დაწერა ეს წერილი მაგალითად წმინდა ნიკოლოზის სახელზე და ამან ძალიან ბევრი რამ შეცვალა ფაქტიურად. ეს არის აი საფუძველი, რომელზეც აი ჩვენი ცნობიერება, საეკლესიო ცნობიერება დაფუძნებული და აი კიდევ ახლა გადავდივარ უკვე შემდეგ პატრიარქის საოცარ ნაბიჯზე თუ მის მოღვაწეობაზე, რომელიც ჩემამდე იყო, სანამ ეკლესიური ცხოვრებით დავიწყე ცხოვრებას, მან იმოგზაურა სინას მთაზე. სინას მთა, ახლა მე აღარ მოვყვები რა არის, გარდა ყველაფრისა კიდევ იქ არის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ. მე ხან ნელ-ნელა უახლოვდები უკვე თან აი ამ თემას, რაც უნდა მოგახსენოთ ჩვენი
სასულიერო აკადემიის პედაგოგებთან დაკავშირებით და მოკლედ იმოგზაურა ამ სინასთაზე და მე როდესაც ეხლა 2 წლის წინ ვიყავი ჩასული და სინასთაზე სპეციალურად მივედი სულ რამდენიმე საათით მივედი რომ ვინმე გამეცნო და რაღაც ესე იგი კავშირი ძალიან ძნელია მათთან კომუნიკაცია და ეს კომუნიკაციის დასამყარებლად გავიცანი მამა იუსტინე ბერი რომელიც არის ავსტრალიელი რომელიც ამიტომ ძალიან კარგად ლაპარაკობს ხადე ინგლისურად და აი მასთან მქონდა საკმაოდ ძალიან საინტერესო საუბარი და მან მითხრა რომ აი ჩვენ შორის ჩვენს მონასტერსა და თქვენს ეკლესიას შორის არის ძალიან მეგობრული და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, რაც განაპირობა თქვენი პატრიარქის ვიზიტმა და ისე მიყვებოდა ჩვენი პატრიარქის ვიზიტს, აი თითქოს გუშინდელი ამბავი ყოფილიყოს, როგორც ჩანს თვითონაც შეესწრო მაშინ, როგორ ჩაბზანდა პატრიარქი, როგორ მოილოცა, როგორ დაუმეგობრდა ბერებს და გარდა ამისა, ესე იგი, გარდა ამისა პატრიარქმა სალცაირამ გააკეთა 1000-ზე მეტი საფეხურია, ისე იგი სინასთაზე ასასვლელი ამ წმინდა ეკატერინეს მონასტერში არის ქვის საფეხურები. 1000-ზე მეტი საფეხური დახვდა ფეხში შეულიავდა პატრიარქი და ესე შეავედრა ჩვენი ქვეყანა უფალს რამდენი რამა აქვს პატრიარქს გაკეთებული ხოლმე და ვინ მოთulis ამას. მაგალითად ერთ-ერთი ეს იყო და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე მაშინ და შემდეგ პატრიარქი უკვე თვითონ აქ მოყოლილი საოცარი ამბავიც უნდა გითხრათ პარეგამ ესე იგი რომ ძალიან ნუ იქ საშინელი სიცხეა სულ მუდამ და საღამოს აიოდნაო რო აგრილდა საღამოს უცბად ტარდება გარეთ ტარდება და პატრიარქს დაუდგეს სავარძელი და ნუ იქ როგორ გითხრათ უდაბნოა ნუ ნამდვილი უდაბნოა და პატრიარქი ზის ამ სავარძელში და ფეხში შველი და ცნობ რომ ვიღაცა ფეხქვე შემომიძრაო რა ნუ ვიღაცა ვინ არის ნუ ქვეწარმავალი სავარაუდოდ არც ის ვინ არის და შემოვიდა მე როგორც აღმოჩნდა ეს იყო ხულიკი რომელიც შეუძრა ფეხის გულის მიწაზე უდას ფეხი და შემოუძრა და მოკლედ პატრიარქი გაშეშდა ესე იგი არ ინძრევა საერთოდ და ის მოეწყო პატრიარქის ფეხის გულის ქვეშ თელი ლოცვა ესე იყო მე ფეხი არ გამინძრევიაო და მოკლედ იმან ესე იგი მონახა მშვენიერი ავიც ისინი ხო სუთბებიან ხოლმე ყოველთვის ყველგან ხო და მოკლედ ეს ხა ესეთი გადახვევა იყო მაგრამ ხა თავარი რაღაც უნდა გითხრა თავარი ის არის რომ სულ მანამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა ესეთი რამ სინას მონასტერში მოხდა ესეთი რამ რომ წმინდა გიორგის ტაძარი იქ რომლის რაღაცა კედელი ჩამოინგრა უნებრივად რა თავისით და რო ჩამოინგრა აღმოჩნდა ტაძრის ქვეშ დიდი საცავი ხელნაწერების და ნუ ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნახეს ბერებმა ეს ხელნაწერები აღმოაჩინეს რა არის და ნუ რო გახსნეს ახლა იქ ბერძენი ბერები არიან და კარგად ვერ ერკვევიან როგორ ჩანს ხო და ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს არის ხელნაწერები და ნუ ნამათმა ნახეს და ნუ სომხური ხელნაწერები ესე დაერქვა სახელი. და ჩვენი პატრიარქი რო იყო ჩაბრძანებული სინასთაზე უთხრეს რომ აი ესეთი რამ მოხდა რომ ჩვენ ხელნაწერები ვიპოვეთ და ეს არის სომხური ხელნაწერი და პატრიარქმა რომ შეიძლება რომ ნახო მაინც აი ეს საოცარი ინტუიცია აქ ეხლა რატო ნუ მოკლედ წმინდა ეკატერინეს მონასტერი სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ და ნუ აღმოჩნდა ქართული ხელნაწერები აღმოჩნდა უამრავი ქართული ხელნაწერი, რომელსაც რა თქმა უნდა შესწავლა და გამოკვლევა ჭირდებოდა და აი პატრიარქი მოელაპარაკა მაშინ მას და აი გადავდივარ ახლა მე უკვე დღევანდელ საუბარზე და გააგზავნა პატრიარქმა გააგზავნა ამ ხელნაწერების გამოსაკვლევად გააგზავნა ბატონი ზაზა ალექსიძე. აი ბატონი ზაზა ალექსიძე იყო ჩვენი ერთ-ერთი ლექტორი სასულიერო აკადემიაში. გააგზავნა ბატონი ზაზა ალექსიძე რომელმაც შეისწავლა ეს ხელნაწერები. უდიდესი სპეციალისტი, ძალიან უდიდესი პიროვნება და მოკლედ ბატონ ზაზაზე ვიწყებ ახლა საუბარს და მამ ხელნაწერებს შორის, სხვათა შორის მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა უწოდეს, აღმოაჩინა 300 გვერდიანი
ალბანური ხელნაწერი, საერთოდ ალბანური არაფერი არ იყო ცნობილი მანამდე, გარდა ერთი გვერდისა სახარების ტექსტი იყო და ამის მიხედვით ვშეძლობდნენ ალბანეთი ეს არის ლაპარაკი ალბანური, ანუ კავკასიის ალბანეთზეა ლაპარაკი, სომხეთი, საქართველოს, სომხეთი და ალბანეთი. სამი ქრისტიანული ქვეყანა იყო კავკასიაში და ეს ალბანეთი განადგურდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და აი ესე იგი აღმოჩნდა ეს ხელნაწერი, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად ალბანური ენა შეისწავლეს, ალბანური კულტურა, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის. ორი რედაქცია აღმოჩნდა წმინდა ნინოს ქართლის მოქცევის მაგალითად და რა ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ახლა გავაგზავნებ საუბარს. თავი ის არის, რომ აი ბატონი ზაზა ალექსიძე, ჩვენი პატრიარქის მოწვევით და ჩემთვის დღეს ძალიან კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერი არმენოლოგი. არმენოლოგიაში და ბატონ ზაზასთან აი ყველაფრის გადამოწმება შეიძლება და მობზანდებოდა ხოლმე ჩვენთან და აი ლექციებს გვიკითხავდა მაგალითად ბატონი ზაზა ალექსიძე. ნუ მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოკლედ გითხრათ ეს ყველაფერი, საუბარიც მოსაყოლიც ბევრი მაქვს. კიდევ ერთი ლექტორის შესახებ, რომელიც არ მიხსენებია, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩვენზე, ეს არის ბატონი ზაზა სხირტლაძე. ბატონი ზაზა სხირტლაძე, რომელსაც ახალი დაცული ჰქონდა დისერტაცია, როდესაც 88 წელს პატრიარქმა სასულიერო აკადემიაში მოიწვია ქრისტიანული ხელოვნების ეს ლექტორად, რომ წაეკითხა ეს საგანი ჩვენთვის და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აი ბატონი ზაზა სხირტლაძის დახმარებით ჩამოგვიყალიბდა ჩვენ, ესე იგი აი ამ სტუდენტებს ჩამოგვიყალიბდა რაღაცა ესე იგი სისტემური ხედვა ამ ჩვენი გავიარეთ პერიოდების მიხედვით და ძალიან საინტერესო თეორიული განზოგადებები ჰქონდა მას. ბატონი ზაზა არის ალბათ საუკეთესო სპეციალისტი დღეს გარეჯის უდაბნოს, ესე იგი აი ამ ნუ არა მარტო ფრესკების, საერთოდ გარეჯის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ნუ თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ ყველაფერი იცის. გარდა ამისა კიდევ მინდა ვთქვა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა ზაზამ გამოსცა 3 ვებერთელა ტომი ანისის შესახებ. ანისი ეს არის სომხეთის ძველი დედაქალაქი, ეს არის ჩვენი ეპარქიის ყარის ეპარქიის ყარსიანი ქალაქი, ყარსის რაიონშია. ყარის ეპარქიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნუ ქართული კულტურის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შესახებ ნუ ხა ხუგემთ აი დეტალებს აღარ მოყვები და მინდა გითხრათ, რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ასაკით, ნუ აი ჩემს ალბათ რამდენიმე წლით არის სულ უფროსი და ნუ აი ნათელი საოცრად მაშინაც ესე იყო და დღესაც ხო აი დღეს უკვე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი მეცნიერია საერთოდ საქართველოში და აი მაშინ სრულად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერი იყო, რომელიც ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ აქედან მინდა ბატონ ზაზას მადლობა უთხრა ერთმა ძალა მიცეს, რომ აი ბევრი კარგი საქმე კიდე გააკეთოს და ეხლა მინდა გავიხსენო ის ლექტორები, ვინც უკვე ნახსენები მყავს, ეს არის პირველ რიგში ბატონი რეზო ბარამიძე. ბატონი რეზო ბარამიძე, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი მეცნიერის შვილი იყო, ალექსანდრე ბარამიძის, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. ხო და ბატონი რეზოზე მოგიყევით თქვენ როგორ დამრჩა მისგან გარდა იმისა, რასაც გვიკითხავდა, აი ეს ცნობილი ფრაზა სიონისტ აზრის შესახებ, რომ ნახევარი აღაშენა ყოველმა ნერმა და ნახევარი ერთმა მკვრივმა დედაკაცმა. ამაზე ვისაუბრეთ, აღარ გავჩერდები, მაგრამ ბატონმა რეზომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური აზრი დაგვიტოვა, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერთან ერთად. ეს არის, იცით რა, ეს არის ხატრული ნაწარმოების მთავარი მნიშვნელობა რა არის, დანიშნულება. აი, ხო არის, ნუ ხატრული ლიტერატურა, ვკითხულობთ ამ წიგნებს, სხვადასხვა დროს რაღაც იწერება და
აი რა არის ამათში ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რომანებში მაგალითად თუ რაღაც, ხო? მხატვრულ ნაწარმოებში თავარი არის, რომ ესე იგი არა ის, რომ ინფორმაცია გადმოგცეს, ან არა ის, რომ რაღაც ლამაზი ინტერი დაწერილ რაღაც, არა. თავარი არის ის, რომ მან უნდა დაგაყენოს ფიქრის ხასიათზე, მან უნდა მოგაწოდოს რაღაც ინფორმაცია ისეთი, რომელიც ჩემ ფიქრის ხასიათზე დაგაყენოს. მაგალითად, აი ჩვენი პატრიარქი ხშირად მიმართავდა ამ ხერხს, რაღაცას მოგვიყვებოდა, ან რაღაცაზე ვისაუბრებდი, რაღაც შეკითხვას დასვამდა და მე ჩვენ ესე იგი როდესაც შევიკრიბებოდით ხოლმე, ან სასულიერო პირები, ან რაღაც აი ხანდახან ხო არის ხოლმე აი ადამიანები შეკრებილები არიან და პატრიარქი გვთავაზობდა თემას. და აი თემაზე უნდა გვემჟღავნოს ჩვენი აზრი გამოგვეთქვა მაგალითად. მაგალითად აი ბატონ გურამ დუჩანაშვილს აქვს არაჩვეულებრივი ერთ-ერთ თავის მოთხრობაში მის მთავარ გმირს ეკითხებია, რომ აი რა ზრის ახარ აი ამ ყოფიერ მოუწყებლობაზე, აი ჯიქში რო გიწევს დგომა მაგალითად, აი მანქანაში რო საცობში ხარ ან რაღაც, აი დრო რო იკარგება. და ისე უნდა რომ არ იკარგება ეს დრო, იმიტომ რომ მხატვრულ ნაწარმოებს რო წაიკითხავ, კაცო, მე იმას გააზრება ხო უნდა და მე რიგში ვდგავარ თუ სადაც ვარ, სულ ამაზე პირიქით რიგში დგომა მიყვარს. იმიტომ რომ მაქვს ფიქრის დრო რომ ამაზე ვიფიქრო. ანუ ეს პროცესი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენ ამას წაიკითხავ და მე ვფიქრობ და მე აანალიზებ ამას და მოკლედ ამაზე ვფიქრობ, ფიქრის ხასიათზე გაყენებს. აი ეს შეიძლება მარტივია ეს აზრი, მაგრამ ნებისმიერ მარტივ აზრს გამოთქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოითქვას, რომ დარჩეს შემდეგ არ დაიკარგოს ეს აზრი და აი ბატონი რეზო ბარამიძისგან მქონდა ესე იგი ეს ერთ-ერთი რაც და კიდევ ერთი რამ მინდა კიდევ ვახსენო ბატონი რეზო სირაძე, რომელიც არის უდიდესი პიროვნება იყო, ისიც ჩვენი პედაგოგი იყო და მე კარგად ვერ მოგიყევით მაშინ, ეხლა მინდა ორი-ორი სიტყვით გითხრათ, ჩემი პირადი მიმართება ბატონ რეზოსთან. ნუ მე როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის ფიზიკის ფაკულტეტზე, ესე იგი ყველანაირად ვცდილობდი, რომ რაღაცა დრო გამომენახა და გარდა იმ ლექციებისა, რაც ჩვენ გვეკითხებოდა ფიზიკის ფაკულტეტზე, გავიკითხე ვინ არის დღეს უნივერსიტეტში აი ცნობილი და ახალი შესული ვარ, სკოლა ახალი დამთავრებული მაქვს, არაფერი ვიცი და მოკლედ ერთ-ერთი ვინც დაამისახელეს ეს იყო ბატონი რეზო სირაძე. მივედი მასთან პირადად ლექციის დაწყებამდე, როდის აქვს ლექცია, სადაც მივედი და პირადად ლექციის დაწყების წინ მიმართე და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება მეთქი თქვენ ლექციაზე და რომ დავესწრო. ცოტა გაუკვირდა, ცოტა შეცვლა და მითხრა, კი ბატონო, მოგზანდითო. მე მეგონა, რომ როგორც ახლა ფიზიკის დიდ აუდიტორიაში 150 კაცი ვისმენდით ლექციას, იქაც ესეთი რაოდენობა. მივედი 5 ადამიანის ის ლექციაზე და რადგან მომცანებართო მე აღარ მითხრა უარი და დავიწყე ამ ლექციებზე სიარული. ესე იგი მე მინდა გითხრათ, რომ ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი. მაშინ წმინდა შუშანიკზე საუბრობდა ბატონი რეზო და ვიწერდი ამას და ერთხელ ჩაწერის დროს ეს პასტას ვეძახდით, ესე იგი საკისარიანი, ბურთულიანი კალმისტარი იყო და გათავდა რა, აღარ წერს და ეხლა რა ვქნა, არა და რო არ ჩავიწერო, წარმოუდგენელია და ძალიან ესე ვაჭერდი ამ როლს, რომ კვალი დაეტოვებინა, რომ მე შემევსო ეს მელნით, ესე იგი ეს ადგილი, რომ ის ფრაზები, რასაც ის ამბობდა, არ დაკარგულიყო და მაშინაც მიკვირდა და მე სუნთელი ცხოვრება მიკვირდა სხვათა შორის, რომ აი საიდან ქონდა ესეთი აი ქარიზმატული პიროვნება თუ ქვია, აი ეს ბატონი რეზო სირაძე იყო ესეთი და აი საიდან იყო ესეთი, აი საიდან და მე გავიგე, რომ თურმე მას არ მოუყოლია ეს კი უხსენებია, მაგრამ ეს ზუსტად აღარ უთქვამს. მისი პედაგოგები ყავდა რაღაც არაჩვეულებრივი, მისი დიპლომის ხელმძღვანელი იყო ბატონი კორნელი კეკელიძე და ბატონი აკაკი შანიძის დიდი ესე იგი მონდომებით
ბატონი რეზო გაუგზავნიათ პეტრიწონში, ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში და იქ უცხოვრია რამდენიმე თვე მორჩილად. წარმოიდგინეთ ეს რა ხდება, როდინდელ 70-იანი წლებზეა ლაპარაკი, როდესაც იგი პეტრიწონის მონასტერში რამდენიმე თვე მონასტერში სად იყო მაშინ ამის საშუალება და რაღაცა. იქ უცხოვრია და იქ უცხოვრია რა მონასტერის წევრებთან ერთად ხოცებზე დგებოდა. მათთან ერთად ტრაპეზობდა და გარდა ამისა კიდევ მას ჰქონდა უამრავი დრო რომ შეესწავლა ქართული ხელნაწერები იქაური და აი ამან როგორც ჩანს ძალიან დიდი კვალი დატოვა ბატონი რეზოს პიროვნებაზე და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ ესე იგი ბატონ რეზოზე რომ ის მერე უკვე როდესაც დაამთავრა მეზაკადემია იგი იყო რექტორი თუ გონისაგან დაამთავრებდი რექტორი იყო დღეს რომ ილიას უნივერსიტეტი ეწოდება ადრე სულხან საბაურბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ეს იყო და აი ამ ინსტიტუტის უნივერსიტეტის რექტორი იყო და მან მიმიწვია ახალი აღთქმის კურსის დასაყვანად წასაკითხად ამ უნივერსიტეტში და ამიტომ მე მასთან კიდევ პირადი ახლო ურთიერთობა მქონდა და ბოლოს შემხვდა ძალიან შეწუხებული სადღაც ასოფლავზე მოვხდით ერთად და ძალიან შეწუხებული რომ გამოვკითხე როგორ ბრძანდებით და იცი რა ძალიან დაღონებული ვარ და რატომ მეთქი ბატონო ეს რა მოხდა და იცი რა მთელი ცხოვრება რასაც მიუძღვენია და რასაც შევწირე მთელი ჩემი ცხოვრება ესე მგონია რომ დღეს არავის აღარ აინტერესებს და რისთვის დავშვერიო ესე აი ესე მგონია რომ ფუჭად გავატარეო რა მთელი ცხოვრება და მოთხარი რას ბრძანებთ რას ბრძანებთ ბატონო რეზო აი თქვენ იმდენი რამ დათესეთ მეთქი ესე იგი და იმდენი ისეთი ღვაწლი გაწეული რომ ეს თაობიდან თაობებს გადაეცემოდა ხო და რაღაცა ესე და მოვთხარი მაგალითად ჩემზე თქვენ ხელა გავლენა გაქვთ მოხდენილი აი თქვენ მე გადმომეცით რაღაცა მე ძალიან ბევრი მივიღე თქვენგან და მინდა გითხრათ მეთქი რომ მე ამას ვატარებ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ სხვებსაც მოვუყვე და გადავცემ მეთქი მაგრამ აი როდესაც მე თუ ვიცოცხლე დიდხანს და თუ ესეთ ასაკში ვიქენი მოვთხარი აი ხანდაზმულ ასაკში მე აი მაშინ რო კიდევ ვინმე შევხვდები ახალგაზრდას და იმას რომ მე თქვენ შესახებ და თქვენ დანატოვარს რო გადავცემ აი ის მე კიდევ სხვა თაობას გადასცემს აი ეს არის მე ვთქვი აი ეს უკვდავება აქ და თქვენ ესე თქვენი ნაშრომის დაყოფა ესე რომ ვთქვა თქვენი ღვაწლის რაც თქვენ ამ ქვეყნისთვის გააკეთეთ მეთქი და რა ვიცი გონი ცოტა ენუგეშა ეს ყველაფერი მაგრამ საოცარი იყო მე სულ მალე რაღაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მგონი ბათუმში იყო და ეს გაზი აფეთქდა და სახში და დაიღუპა ტრაგიკულად აი ესეთნაირად გარდაიცვალა მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბატონი რეზო ჩემთვის არის რა გითხრათ აი საოცარი მანათობელი პიროვნება, როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი და აი ხა თითქოს ამ პირობას უსრულებ თითქოს რაც უცხარი როდესაც ახლა თქვენ გადმოგცემთ და როგორც გითხარით ალბათ კიდევ მომიწევს ხოლმე ამ ჩვენი აკადემიის პედაგოგებზე საუბარი, იმიტომ რომ აი ბატონი რეზოსგან დამრჩა კიდევ ერთი აზრი, რაც მინდა გითხრათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აი როგორ შეიძლება გახდე ისეთი როგორიც მაგალითად ბატონი რეზო იყო ან რომელიც აი სხვა პედაგოგები იყვნენ ეს შეუძლებელია არის გარეგნული მიბაძვა ამას ასე იგი არაფერს არ უშველის მაგ საქმეს და ბატონმა რეზომ გითხრა ესეთი აი ესეც ფუნდამენტური აზრია რომ ესე იგი ეს რაღაც უნდა გადაგედოს ადამიანს გადმოგედოს ანუ როდესაც შენ დიდხანს გააქვს ესეთ ადამიანთან ურთიერთობა უნებლიეთ ეს მისი ახსოვნება თუ აღტაცება რაიმეთი ეს გადამდებია და მინდა გითხრათ რომ ეს ბატონ რეზოსაც ეხება სხვა პედაგოგებსაც ეხება აი ჩვენ პატრიარქმა შეგვიქმნა ესეთი გარემო რომ ჩვენ მათგან ეს გადმოგვედო მაგრამ
თავარი რაც გადმოგვიდო და ვისგენაც გადმოგვიდო არის პატრიარქი. ამიტომ ვამბობ ხოლმე ხშირად უშვა მხას, რომ შეიძლება ითქვას, რომ ალბათ 40 წელი მაქვს მასთან გატარებული იმ 50-დან, რაც პატრიარქია, 40 წელი ახლო ურთიერთობა მქონდა პატრიარქთან და მე ესე იგი ვგრძნობ შინაგანად ძალიან ბევრ რამეს, რაც მე მისგან გადმომედო. და აი ეს არის კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საოცარი პატრიარქის აი ეს მადლი თუ არ ვიცი რა ქვია, როგორ უწოდოთ, ეს რაღაც განსაკუთრებული, პიროვნული თვისებები იყო გადამდები. გადამდები შეუძლებელი იყო მის გვერდზე ყოფილიყავი და არ გადმოგდებოდა ეს და მოკლედ აი ეს იყო პირველი ნაწილი, რაც დღეს მინდოდა მესაუბრო და ეხლა მინდა დავუბრუნდე ისევ იმ პერიოდს, ეს არის 88 წლის შემოდგომა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ აი 9 აპრილს რაც მოხდა, ის შეიძლება და მომხდარიყო 88 წლის გიორგობას, მაგრამ აი ღმერთმა დაგვიფარა და გადავრჩით. ამის შემდეგ ხშირად მე უკვე სტიხაროსანი ვიყავი და როგორც მოგახსენეთ, პატრიარქი 4 დღე კვირაში ტაძარში იყო. და მასთან შეიძლება ტაძარში მასთან ერთად ყოფნა, მსახურება და მასთან ურთიერთობა საკურთხეველში, როდესაც იგი მსახურების დროს არის რაღაც პაუზები, მასთან შეიძლება მისვლა, დალაპარაკება, ხანდახან თვითონ მოგიხმობდა და დაგელაპარაკებოდა. მე ძირითადად პატრიარქთან უფრო საკურთხეველში მქონდა ურთიერთობა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც იქ სიონის ეზოში რეზიდენციაში ცხოვრობდა ჯერ კიდევ მაშინ პატრიარქი და მასთანაც მეუფე დანიელი ხშირად იყო ხოლმე მასთან და მეც მიყვებოდი და ხან კორიდორში ვიცდიდი იქ სკამზე ჩამოждდებოდი, ხან იყო შემთხვევები, როდესაც პატრიარქთანაც ყოფილვარ ესე, მაგრამ უფრო ხშირად საკურთხეველში. რატო გიყვებით ამ ყველაფერს? ესე იგი, ეს უკვე 88 წლის ზამთარია, 99 წელი დაიწყო და ეს დაძაბულობა ქვეყანაში არსებობს, როგორც მოგახსენეთ, ეროვნული მოძრაობა ძირითადად სიონის ეზოში იკრიბება, ეს ის პერიოდია და მე კი ამ დროს ძირითადი ჩემი საქმიანობა არის, რომ სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ და ვცდილობ, რომ არც ერთი ლექცია არ გავასწინო, რომ რამე არ გამომეპაროს. ისეთი რაც მოგიყევით ახლა, ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ყველა აბსოლუტურად, ყველა ლექცია და ძირითადად პატრიარქთან უშუალო ესე შეხება მაქვს მეუფე დანიელის საშუალებით. და აი მარხვის პერიოდია, უკვე დიდი მარხვის პერიოდია, მეუფე დანიელი პატრიარქმა რაღაც დავალებით გააგზავნა და ესეთი რამ მოხდა, ესე იგი, რომ მე ის მანქანა მახსოვს, ფერი მახსოვს, რაღაც საფილოსფერი რა მოწითალო იყო ცოტა და ძღოლიც მახსოვს, სახელი არ მახსოვს მისი. მოკლედ რაღაც მარცხი მოხდა, გაგზავნილი იყო და გადაბრუნდა ეს მანქანა და მეუფე დანიელმა მიიღო ტრავმა სერიოზული, მძიმე შერყევა ჰქონდა ტვინის და ექიმებმა გამოუწერეს, ესე იგი, სრულ სიმშვიდეში უნდა იყოს, სრულ სიმშვიდეში და უნდა გაიაროს თვითონ. აი ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე აი 9 აპრილი ახლოვდება და იძაბება ეს სიტუაცია, იქ შიმშილობა არის დაწყებული უკვე მთავრობის სასახლის წინ, პარლამენტის შენობის წინ, კიბეებზე სხედან, მოძღვრები მიდიან, აზიარებენ ამათ, მოშიმშილებს, თან ჯერ კიდე გრილა საკმაოდ, რაღაც ესეთი რთული ვითარებაა და როგორც წესი მეუფე დანიელს ასე დროს აგზავნიდა ხოლმე ნოემბერში, მაგალითად ესე იყო და ეხლა მე კი ესე იგი ახლოსა ვარ, სტიხაროსანი ვარ, მე ამიტომ არა ვარ ჩართული უშუალოდ ამ ეროვნულ მოძრაობაში. თუმცა არ ვიცი საერთოდ როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ძირითადად ტაძარში ვარ და მოკლედ იმ საღამოს, ესე იგი 8 აპრილი ეს იყო შაბათი. 8 აპრილი ეს იყო შაბათი
ტაძარში ვიყავი მსახურებაზე და რომ დამთავრდა კი ვგრძნობდი რომ რაღაცა შეიძლება ამ მომხდარიყო მაგრამ ხო გეუბნებით ახლა ესე თამამად ვერ ვიყავი და ესე ახლო პატრიარქთან რომ ახლა მივსულიყავი დარჩენილიყავი ღამე მაგალითად რაღაც ესე რამდენიმე სტიხაროსანი კი იყო ესე ძალიან ახლოს მასთან და იმ ღამეს მოკლედ პატრიარქი მივიდა უკვე 9 აპრილი რო თენდება მივიდა იქ და ნუ ეს ამბები ხა იცით რაც მოხდა როგორ მოუწოდა პატრიარქმა რომ ქაშვეთის ტაძარში ჩავიდეთ და ერთად ვილოცოთ და ნუ ასე შემდეგ და მე კი ამ დროს უკვე გვიანი საღამო იყო სახში რომ დავბრუნდი მე ვცხოვრობდი მაშინ საცურაო აუზთან ანუ ვაკის პარკის ზემოთ და დილით რომ ადრე მოვდიოდი ხოლმე ტაძარში 9 საათზე იწყებოდა მაშინ წირვა და ადრე უნდა მოსულიყავი და ადრე გამოდახდა 7 საათი იქნებოდა და გამოვდი და ნუ აი იგრძნობა ჰაერში უკვე რაღაცა ტრანსპორტი არ არის ფეხით ჩამოვყევი ქვემოთ უცხოენების ინსტიტუტი ესე რქვა მაშინ იქ გამოსული არის ხალხი გარეთ იქ ერთ-ერთი ჩვენი მრევლის წევრი შემხვდა დღეს უკვე მოძღვარია მამა მათე და ესე იგი კითხე რა ხდება მეთქი რა ამბავია და ესე დაგვარბიესო წუხელიო და რაღაცა მისგან გავიგე მე ტრანსპორტი არ არის არაფერი ფეხით გამოვუყევი იქიდან ფეხით ჩამოვედი სიონში და უკვე ამ რუსთავზე რომ გამოვიარე ეს კორდონები დგას ამ პოლიციის გავლა შეიძლებოდა სხვათა შორის მაგრამ უკვე დასუფთავებული ჰქონდათ ესე იგი ეს მოედა მიცვალებულებით საყვანელი იყო უკვე დილის 4 საათზე მოხდა ხო ეს ამბავი და დაახლოებით ალბათ 8-9 ესე იქნებოდა მე რო იქ გავიარე ხო და ნუ რაღაც საშინელი ამბავია ჩავედი სიონის ტაძარში იქ წირვა უკვე დაწყებული იყო შევედი ნუ მომრავი ხალხი და რაღაცა ესეთი აღარ მახსოვს გონი გალობა არ იყო წირვაზე თუ რაღაც ისეთი ტრაგიკული იყო რაღაცა იმიტომ რომ ზუსტად ისიც არ ვიცოდით მაშინ რამდენია გარდაცვლილი რა მოხდა რაღაცა ესეთი ეიფორია საშინელი ეიფორია და ნუ ხალხი დაიხოცა ნუ ამბობენ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს თელი დახოცეს ნუ მე გაიქვა როგორც სავარაუდოდ ალბათ ესე არის რომ 20 ადამიანი დაიღუპა და მანაი ჩვენთვის ეს კი ძალიან დიდი რიცხვია და ნუ ჩავედი ამ წირვაზე და ეხლა ამ წირვაზე რა ხდებოდა პატრიარქი წირავს წარმოიდგინეთ და როგორ ჩანს იმ სიტყვება რო უთხრა რომ ქაშვეთში ჩავიდეთ და ვილოცოთ როგორ ჩანს ეს ჩარჩამ ესე იგი ცნობიერებაში რომ ტაძარი არის ის ადგილი სადაც შეიძლება თავი შეაფარო და გადარჩე და ნუ ეზოშიც უამრავი ხალხი იყო მაგრამ დრო და დრო ყვირილი ისმის რომ მოდიან და მოაწყდება ეს ხალხი ტაძარში იმიტომ რომ რა ვიცი ესე გონიათ რომ ტაძარში იქნება ეს ჯარისკაცები იქ არავინ არ იცის რას აპირებენ ეს ჯარისკაცები ხა დახოცავენ ამ ხალხს ესვრიან თუ რაღაცა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირია და სრულიად არაპროგნოზირებადია ეს ყველაფერი და თუ მოდიან ხა შეერაგებული ჯარისკაცები ნუ რა უნდა ქნან ტაძარში უნდა შეაფარო თავი და ამ ტაძარშიც კიდე არ არის ამდენი ადგილი და აწვება ეს ხალხი და ნუ მე მახსოვს ორჯერ თუ სამჯერ იყო ესეთი შემოტევა პირდაპირ ძალიან დიდი მოწოლა იცით აი ვინმე განზრახი ხა მე საკურთხევლის შემოვლენას კი არ აპირებდა მაგრამ წნევა იყო ისეთი რომ აწვებოდა და მე ვიდექი და რამდენიმე სიხაროსანი კიდე აი სადიაკვნეში მაგალითად სიონის მარჯვენა მხარეს საკურთხევლიდან აი რო საკურთხევლს ვუყურებ მარჯვენა მხარეს სადიაკვნე აი იქ მე ვიდექი რომ არ შემოცვენილიყო ეს ხალხი საკურთხევლში არ ვიცი რა მოხდებოდა ესე რომ შემოառნილიყო ნუ ალბათ ჭყლეტა მსხვერპლი იქნებოდა რაღაცა მოკლედ ესე და მოკლედ ძალიან ძიმე რაღაცა ეს იყო განწყობა და მე უკვე როდესაც წირვა დამთავრდა პატრიარქი რეზიდენციაში გადაბრძანდა და აქ უამრავი მოძღვარი მოდიოდა სადღაც წასულიყავი სიონი იყო მთავარი ადგილი და სიონში მოდიოდა ხალხი და სულ მუდმივად ერთი პანაშვიდი რომ თავდებოდა მეორე პანაშვიდი იწყებოდა აი რაღაც ესეთი მდგომარეობა იყო რაღაცა ქაოსი იყო და კი ხალხი რაღაცა
ესეთი არ ვიცი ეს საუბრები კი არ იყო, რაღაცა აზრები იყო, რაღაც მაგალითად ვიღაცა იტყოდა, რომ ჯარისკაცებს ხელი არ უნდა ვახლოთ, იმიტომ რომ ჯარისკაცების შემსრულებლები არიან და ეხლა ჩვენ რომ ჯარისკაცებს დაუწყოთ, ესე იგი დარბევა, რა თქმა უნდა, ამას მერე მოყვება სისხლის ღრა და ყველაფერი და ნუ მოკლედ ჯარისკაცები რაღაცნაირად ხელშეუხებლები იყვნენ, იდგნენ იმ თავიანთ პოსტებზე, მაგრამ ის კი იყო, რომ კომენდანტის საათი გამოაცხადეს და რაღაცა დროის შემდეგ უკვე გარეთ ყოფნა აღარ შეიძლებოდა საღამოს. და კიდევ ერთი მსხვერპლი იყო იმ დღეს, უკვე საღამო ხანი იყო, ეს არის გია ქარსელაძე, რომელსაც მე პირადად ესე არ ვიცნობდი, მაგრამ აი ჩემი საახლობლო წრიდან იყო და ნუ ვიცოდი მის შესახებ და რაღაცა და წყნისთან მოდიოდა თვარსები მანქანით და აი ვარაზის ხევიდან უკვე გადაკეტილი იყო. ქვემოთ ხო და ჩაუხვია ვარაცხებში და ამ ჯარისკაცებმა გააჩერე რაღაც გადაუდგენ წინ და ეს წავიდა და ამათმა ესროლეს პირდაპირ დამიზნები და მოკლეს. ესეც 9 აპრილს დაღუპულთა სიაშია. ნუ საღამოს უკვე მოასვენეს მიცვალებულები სიონის ტაძარში, ნუ არ ვიცი აი როგორ აგიწეროთ ეს ყველაფერი, რა იყო ეს. არც ვიცოდით ხო გეუბნით აი რამდენი ადამიანი იყო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მერე მოხდა თანდათანობით მათი იდენტიფიკაცია. ნუ მათ შორის ქალები, მათ შორის არასრულწლოვნები. ნუ რაღაც საშინელი აი რა უნდა გვექნა არ ვიცოდით რა, რაღაც ესეთი განწყობა იყო. ნუ ეს პანაშვიდები ცხადია, მერე ეს მახსოვს ფოტოგრაფები იყვნენ, ფოტოებს ვინც იღებდა და აი ამ როგორ იწვნენ იატაკზე ჯერ მერე რაღაც ტახტები მოიტანეს, იმაზე დააწვინეს, არ მახსოვს, გონი 8 ადამიანი მოასვენეს მაშინ სიუში საღამოს. ნუ მერე შემდეგ დღეებში თანდათანობით ნუ ეს წესისაგებად შესრულდა ყველაფერი, მაგრამ ეხა ერთ რამეს მინდა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი. განსაკუთრებულად რომ ესე იგი რაღაცნაირი განწყობა იყო ხალხში. რომ აი თითქოს გაიყო სამყარო ორ ნაწილად, ჩვენ და ისინი. აი ისინი ეს არის ეს რაღაცა აი საშინელი უძალადე იმპერია საბჭოთა კავშირი. ზოგადად რო ვთქვათ რა. ხო და ეს რუსული ჯარი, რომელიც სიმნადუში რუსული არ იყო ეს მთელი საბჭოთა კავშირიდან იყვნენ ხო ეს ნაციონალობას კი არ აქვს მნიშვნელობა, საბჭოთა ჯარი იდგა. ხო და ეს ამიტომ რუსულ ჯარს ვეძახით მაინც, მაგრამ ესე და ხო და ჩვენ ვიყავით ყველანი ერთნი რაღაცნაირად. ეს იყო რაღაც საოცარი განცდა ერთობის. საოცარი განცდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვიზრუნოთ. აი მე მოგიყვებით მაგალითად მაგალითს, როდესაც იმ დღეს გონი 9 აპრილი იყო თუ მეორე დღე იყო, ახლა ეს ზუსტად ვერ ვხსენებ. როდესაც გვიან წამოვედი, აღარ მახსოვს ეს კომენდანტის საათი გონი საღამოს 9-ზე იწყებოდა თუ არ ვცდები. ხო და რო წამოვედი, ესე იგი მანქანას არ ჩაულია, რო არ გაეჩერებინოს. ლესელიძეს ფეხით მოვდივარ და მანქანა მიჩერებს ერთი მეორე რო წაგიყვან. მალე დაიწყება ეს კომენდანტის საათი. რამე არ შეგემთხვეს. ხო და არა ნუ მე ვიცოდი ვასწრებდი ყველაფერს და არ გავყევი არავის, მაგრამ აი ეს რამდენიმე მანქანა, აი ზოგადი განწყობა იყო ესეთი რა. ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, ყველას ერთმანეთი ედარდებოდა. ყველა შენიანი იყო რა რაღაცნაირად. და იცით რა ვფიქრობდი მე რომ საწავიდა ეს განცდა ეს ერთობის. მე ხო ძალიან აირია ქვეყანა, მე სამოქალაქო ომი იყო, მე რა ვიცი რა არ მოხდა რა. ხო? აი ეს ერთადერთი რის იმედიც მქონდა, ერთადერთი რომ ეს თუ არის ხალხში, აი ეს რომ ეს გვაქვს ჩვენ და სულ ფიქრობდი მე მთელი ცხოვრება რომ ჯერ ფიქრობდი რა უნდა მოხდეს რომ კიდევ ეს გამოვლინდეს, მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად გამოვლინდება თუ რაღაცა ისეთი მოხდება. და აი მოხდა.
ეხა მე რასაც გეტყვით, ეს ყველა მიცით. ეს იყო პატრიარქის გარდაცვალების დროს საოცარი ერთსულოვნება ხალხის. აი, რამდენი ადამიანი, ხო, როგორი სხვადასხვანაირი. აი, ყველას ერთი რაღაცა აერთიანებდა და ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით. და ვარ დღემდე და ამას ძალიან დიდი გაფრთხილება ჭირდება. აი, პატრიარქთან მიმართებაში მე მგონია რომ მთელი ქვეყანა დღეს ესეა. და აი, ჩვენ მაგალითს უყურებს მთელი მსოფლიო, ხო? ხო და რა არის ეს? აი, მე გეტყვით რაც არის. ესე იგი ხალხი მოდიოდა სპეციალურად, რომ რიგში დამდგარიყო, რომ პატრიარქთან მისულიყო. ეხლა ქართველები ვარ და ყველა ვიცით, როგორ შეიძლება ამ რიგს აუაროთ გვერდი, მაგალითად, ჩემი ძალიან ახლობელი, რომელიც ასაკოვანი ქალბატონია, ესეთი რაღაც მომიყვა, რომ აი რამდენიმე საათი ვიდექი და მე ვეღარ შევედიო, შინ მე არ ყოფილა რომ ვერ შევედიო და მე ვწყარი კაცო, ხო იცი რომ იქავარ, ხო იცი რომ ესე და ერთი სიტყვა გეთქვა, ერთი დაგერეკა და გამოვიდოდი, შეგიყვანდი, მიგიყვანდი პატრიარქთან. იცი რა უთხრა. მეო, ესეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. აი, რამდენიმე საათი ვიდექი რიგშიო. და ესეთი რიგი არ მინახავს საერთოდ. ან რა განწყობა იყო ერთმანეთის მიმართ, ან როგორ ზრუნავდა ხალხი, ან როგორი რაღაც საოცარი სულისკვეთება იყო რაღაც ესეთი. აი, მარტო ამიტომ ღირდა ხალხი მიდიოდა რომ ამ რიგში დგარიყო საათობით. აი, ეს იყო რაღაცა უნიკალური მოვლენა და ეს იყო სწორედ ალბათ იმ ერთსულოვნების გამოვლინება, რომელიც ჩვენ მერე დასაფლავების დღეს განსაკუთრებულად ვიხილეთ ყველა. აი, მთელი ქვეყანა იყო გამოსული. მთელი ქვეყანა. ხო და ეს იყო პატრიარქის ოცნება. რომ ქართველებს შორის სულ ამას იძახდა, აი ამის იმეორებდა ქართველნო ერთად ღვთისაკენ. ეს მისი ფრაზაა. და სულ ამას იმეორებდა, რომ იძახდა, რომ მიყვარყარ საქართველო, მიყვარყარ, აი ასეთი საქართველო უყვარდა პატრიარქს. ეს იყო მისი ოცნება და ფაქტიურად აი მან მოახერხა მაინც საბოლოოდ მოახერხა და გააერთიანა ეს ქვეყანა. ჩვენ ახლა ამას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის პატრიარქმა თუ რამე დაიბარა, ანდერძად ეს დაიბარა, რომ ქართველნო ერთად ღვთისაკენ. ეს არის ის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს. ეს არის ის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს და ეს არის ის, რაც პატრიარქმა აი მაშინ მიიღო, ესე რომ ვთქვათ, აი ეს დარტყმა მთლიანად თავის თავზე რამ გადაგვარჩინა მაშინ არ ვიცი ესე იგი როგორ მოხდა რომ ეს მსხვერპლი ბევრად უფრო მეტი არ იყო და როგორ იყო რომ რატომაც არ დაგხოცეს ხალხი და არ დამხოცეს რა ესე ხო და აი დღეს კი უფრო მშვიდობიანი შეიძლება ითქვას აი ესეთი გაერთიანება გვაქვს თუ ეს მშვიდობიანია რომელსაც აი ესეთი საოცარი მსხვერპლის ფასად მივიღეთ ეს ჩვენი პატრიარქის ხო და მინდა გითხრათ რომ ეს არსებობს აი ეს არსებობს ეს ერთსულოვნება ჩვენში და აი ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ ნუ მე დღეს ამითი დავამთავრებ საუბარს მე შემდეგ საუბარში ალბათ გავაგრძელებ რა იყო 9 აპრილის შემდეგ რა იყო როგორ განვითარდა მოვლენები და რა მოყვა ამ 9 აპრილს ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მოყვა რადიკალური შემოტრიალება მთელი ქვეყნის და ფაქტიურად ამ 9 აპრილის მოვლენებმა საქართველოში დაუდეს ესე იგი დაასრულეს საბჭოთა კავშირის იმპერიის მმართველობა დღეს ამით რა გემშვიდობებით ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა